ვა რეზნოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. როგორ ხარ? კარგად, შენ? რავი, არა მეშავს. გაიგებდი ხო, რო გითხარი მაშინ რაციით? ის ადამიანი. შევასრულე რა მისია 10-იანზე. ნუ, გავიგე, კარგად შეგისრულებია. ნუ, ახალი ტიპი მყავს. მოსაკლელი. იდე? კი. ისევ საფრანგეთშია? ნუ, კი. ეს აიღე. აბა, გადმოაგდე. აი აქ წერა, ფრანგი ტიპი. აჰა, მოიცადე ერთ წამი წავიდეთ ხო? უსმანი. ფრანგი ტიპი. დიახ. მილიონერი არის ეს ტიპი, 12 მილიონი აქვს სულ. მოკლედ. გასაგებია ყველაფერი. როდისთვის უნდა შევასრულო დღეს თუ რავი, როდის? ამ საღამოს შესრულებული უნდა იყოს და 9 მილიონი ჩაგერიცხება. აჰა, გასაგებია ყველაფერი. დიახ. მოკლედ. იცი რა არის? რა? ცოტა საეჭო არის ამბავი რა. მაინც რაღაცა ისე ხო იცი მე არ მსიამოვნებს ხა ამაების კეთება, მაგრამ იზოლებული ვარ რო აგეთო რა მოკლედ და თუ რამე არის მაინც დახმარება თუ დაგჭირდა რამეში ხო? დამირეკე აუცილებლად რა თუ გინდა სხვა ქვეყანაში გავემგზავრო ან რამე ეგეთი რა მსგავსი რა მოხდები. კი. მოკლედ რეზნო ჩემი იმედი გქონდეს. მაქვს. მიდია. კარგი რეზნო, მაშინ ეს იყო და ეს რა. აბა რაკი, გაიხსენე ვიქტორ რეზნოვი. რა რეზნოვი არ საერთოდ არავინ არ გამხსენებია. აქ ვინ უნდა გავიხსენო, ნახე სად ვარ. აჰა. ხუმრე. ესე იგი თამაში გინდა ხო? მე არაფრის თამაში არ მინდა. მაშინ ამშვიდობე. პირიქით. ეს თქვენაა რომ თამაშობთ. აქ დამიჭირეთ არაფრის გამო. მაშინ ამშვიდობე შენს მას. რა ქვია? მისონი ხო? ხოსროდ მახსოვს. ჩემს მას ხელი არ ახლო. თქვენ ნაწილებო. ხელი არ ახლო ჩემს მას. ეს გამომჭრი იცოდე. ხეხები არავის მოჭავ. ან მეტყვი რეზნოზე, ან ამშვიდობე შენს ოჯახს. რატომ არის ეს რეზნოვი რატომ არის შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ ასეთ რამეზე მიდიხარ? სიმართლე თუ გაინტერესებს რეზნოვის გამოზიხარ მათ. აი აქ, ამ ოთახში. ხო და რატო? პირადი ბიზნესის გამო. თქვენი პირადი მიზნების დედაც ვადგირე სათითაოდ. მოგესმის? აჰა. ეგრე ხო? ახ, რამჭირს ბიჭო. ხოდა მოკლედ. გაიხსენე ვიქტორ რეზნოვი. ის რომ მასთან ერთად თანამშრომლობ. ხალხს კლავ, ფულის გამო, მილიონების გამო. ხო გაიგე? ვიცი ეს ყველაფერი. აკა ისიც ვიცი რომ შენ ხარ ის ეგრეთ წოდებული ტურა. ხოდა ეს შენ არაფერი არ იცი. იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ გონია. ხოდა ეს გაიხსენე რეზნოვი. ვიქტორ რეზნოვი. ვახ. ხო, მიდი. ჯეისონ, მიდი. გაიხსენე ყველაფერი, ყველა მომენტი. გაიხსენე, მიდი ჯეისონ. არ შემიძლია ვერ ვიხსენებ
ფიქრის თავიც არ მაქვს არც დროც, არც არაფერი, ვერაფერს ვერ ვიხსენებ. შენ შეგიძლია და მე მჯერა შენ. მიდი ჯეისონ, მიდი. შენ შეგიძლია. მიდი. გამოცავიდა. სვირვა. უსმანს ვახლავარ. როგორ ხარ უსმან? არა მიშელ, შენ როგორ ხარ? რა ვიცი ამიგო. მეც ვარ ნელ-ნელა რა. არის ყველაფერი რიგზე, ბიზნესები ესა. ო, ყველაფერი ესე. და რა შეიძლება ჩვენ გარიგებას? ყველაფერი შეასრულე? აი რა შეიძლება მაგ თემას, ხო? სამწუხაროდ კარგი არაფერი გვაქვს ამიგო. რატო რა მოხდა? ამ პრობლემა ხო არ შეგემთხვა? კი. სამწუხაროდ ერთი პრობლემა გვაქვს. შენ ხარ ერთი პრობლემა. მე რა შუაში ვარ? შენ გარიგების შესრულება არიცი? მე რა შუაში ვარ? შენ მე არ მისნობ ამიგო. მე რაულ მენენდესი ვარ რა. და ჩემთან დატაკებას არავის არ მურჩევ. და მაინც რის გაკეთება შეგიძლია? Cabrón, me preguntaste una cosa que no puedo hacer. ჩემთან ეგეთი ლაპარაკი არ გაგივა უსმან. მოგაიგე? და მაინც რა სიზამ? რაულ მენენდეს. შენ ახლა ჩამოხვედი აქ და არიცი აქ რა ხდება. და როგორ? ეგრე არა? ძალიან კაი. ბიჭებო, დროა. შეჩერდი მენენდეს, ეგ არ გააკეთე. არა. არა. არ გინდათ რა, არ გინდათ, არა. რატომ აკეთებს? ჩვენ ხო გარიგება დავდებით. ეხლა კარგად მომისმინე. შენ დაარღვიე პირველი წესი. რომ რაულ მენენდეს ასე არ უნდა დალაპარაკებოდი. მოკლედ, დღეიდან შენ ჩემზე მუშაობ და დღეიდან შენ ჩემი ხარ. თვალებში მიყურე როცა გელაპარაკები. მოკლედ, შენ დღეიდან ჩემზე მუშაობ და მხოლოდ ერთი რამ გევალება. ერთი პიროვნებაა სახელად ჯეისონ მაგნილი. მისი ფსევდონიმი ტურაა. ალბათ ტურასავით იმალება და ისე ხოცავს ხალხს მილიონების გამო. ამიტომ შენ ეს პიროვნება უნდა მომიძებნო აუცილებლად უსმან. თორემ ოჯახს ისე ამოგიწყვიდაო, რომ თვალის დახამხანებასაც ვერ მოასწრებ. ამიტომ შენი გადასაწყვეტია
აირჩიე. იცოცხლო, კარგად ჭამო, კარგად სვა, ოჯახიც ყავდეს თუ ოჯახი ამოგიწოდო და გაუბედურებულმა იარო. სხვა გზა არ გაქვს, უსმან. უნდა დამემორჩილო. დღეიდან შენ მე მეკუთვნი. ეს კარგად დაიმახსოვრე. ბიჭებო, მიხედეთ ამას. თქვენი დედაც. ხოდაი ბიჭო ნახე რა, ტიპები უბრალოდ ისე გადახოცეს, ვითომც არაფერი რა. და ის ტიპი საერთოდ ხო, ის უსმანი, ვინც წაგვიყვანა, ძევლად წაიყვანეს, რაღაც დაავალა ეთყობა. და მაგით წაიყვანეს, თორე ისე ცოცხალს არ დატოვებდა იმ საცოდავს. მოკლედ მისი არ გამოგვაცალეს ხელიდან რეზნოვ, ვიღაცა გვებრძვის აშკარად, ან იმათ ებრძვიან, არ ვიცი. დავინი იყო. ვიღაცა კაცი იყო, რაღაცა თეთრი პიჯაკი ეცვა, ერთი თვალი დამწვარი ჰქონდა, კარგად ვაკვირდებოდი და რაღაცა დაცვა ყავდა, ძალიან ძლიერი. ხომ არ იცი შენ? ნუ სავარაუდოდ ვიცი, მექსიკური კარტელი იქნებოდა. კარტელი? კარტელი, ანუ დაჯგუფება, ალიანსი, მათი ძალიან სერიოზული ხალხი არის. მათი ლიდერი ხომ არ იყო ის? კი, მათი ლიდერი იყო. ძალიან სერიოზული ხალხი არის. და სასწრაფო. ესე იგი მაგათთან საქმის დაჭერა არ ღირს. ეთყობა ჩვენ გარდა კიდევ ებრძვიან ვიღაცებს ამ მამაცაღლებს. რაღაც უნდა მოაგვაროთ რეზნო. ასე არ შეიძლება. სულ დასწრებაზე ხო არ ვიქნებით, არა? აი, მაშინ წავალ მე. აბა შენიც. დაგიკავშირდები. ვა, ეს რა მომხდა რა კაცო? რა იყო, რა მოხდა? ბიჭო, ქუჩაზე მომხდარა მკვლელობა თურმე. რაღაც გამთენიისას სროლა ამტყდარა. პოლიცია რომ მივიდა, გვამები დახვდათ. მოკლედ, სისხლით იყო მოსვლილი იქაურობა. სისხლი და გვამები? აბა ერთი გამირკვია ეგ საკითხი, აბა. კარგი. მაგრამ რა გარკვევა უნდა კაცო? აქვე ქუჩაზე არის, მიდი და ნახე. შეგიძლია იარაღით გატესტო. აიღო ანაბეჭდები. მოგესმის რა? კი, მესმის როგორ არა. კარგი. ნახოთ აბა რა იქნება. ბიჭებო, ერთი მოსაზრება მაქვს, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალურია. მე მგონი ვიცი ვინც ჩაიდინა. აი ის რო არის რა. მექსიკური კარტელი. ხო იცით? რა მექსიკური კარტელი კაცო? შენ რა იცი? როგორ არ ვიცი კაცო? და მოიცა, კარგად მომიყევება რა მექსიკურ კარტელზეა საუბარი. რამე დაჯგუფებაა? კი, კაცო, დაჯგუფება რომელია? დაჯგუფება რა ალიანსია რა. სათავეში რაულ მენენდესი უდგათ. რაულ მენენდესი. მერე. ხოდა ჩემმა ნასკნომა ჩამაწვეთა თვალში და მითხრა რომ ამ ტიპებმა გააკეთესო. ფანჯრიდან დავინახეო. ერთი წორებიანი კაცი იყო, თვალი დამწვარი ქონდაო და იმან გააკეთაო რა. ხალხი ჩაახოცინაო თავის შნირებს. გასაგებია, მოკლედ,
გამირკვიეთ კარგად. ვინ არის ეს რაულ მენენდესი და რა არის ეს მექსიკური კარტელი? ვინები არიან, რა, საიდან არიან, რანაირადაა, როგორ ამურეთ ხო ხვდებით რა? კი, კაცო, როგორ არა? ხვდებით აბსოლუტურად ყველაფერს გაგირკვევთ ბოს. ძალიან კარგი. დაიწყეთ მუშაობა. Jason, სახში ხარ? ის მან ვინ არის? როგორ ხარ, Jason? რა შვები? ენ როგორ ხარ? შემოდი, მოდი. შენ როგორ ხარ, რა შვები? რამდენი ხანი არ ვინახი ხარ? რავი, აი ეს საქმეები მქონა გადარბენებზე ვიყავი. წამო, დაჭიქი, მოდი. წინაზე რო ვიყავი, ესეთი ლამაზი და მშვენიერი კოხტასახლი არ გქონდა. ანუ რაღაცები შევცვალე რა, გავალამაზე რემონტი მქონდა და ასე შემდეგ, რავი, როგორც ხდება ხოლმე რა, რაღაცები. Jason, ეს ევრორემონტის თემაა. ნუ შესაძლოა. ჩაოლებრივ რემონტს არ გავს. ევრორემონტია უფრო. რა შვები, აბა როგორ ხარ ახლა შენსკენ რა ხდება? რა არის რაღაცა? არაფერი. ოაწყე სახლი გავალამაზე რავი ამ მუშემა ხო მომკლეს დღეს ხვალ და აღარ ამაგნენ რომ მაგათ ხელში. დავასრულე ეს სახლი რაც აქეთა ვარ, ამ სახლს მივხედე როგორც იქნა. ხო, ანუ მე ძალიან გადაღლილი ვარ რაღაცა მუშაობისა ისა. ბიჭო, გაიგებდი ალბათ ხო ის საფრანგეთში რა ამბებიც ყოფილა. აქ ჩვენთან. რა ამბები? ვიღაც ტიპი რომ მოუკლავთ, იცი? აზე რა ვარ? რაღაც შენობიდან გაუსვრია ვიღაცას. შენობიდან გადმოუგდია? არა, შენობიდან გაისროლა ვიღაც სნაიპერი და ტიპი დაუგდია. დრას? რა აზე არ ვიყავ. დროდის მოხდა? რავი, რამდენიმე დღის წინ აგერ ტელევიზორში ნახე და გაუგიჟდი კი რაღაცი. არ ვიცი რა ფასად აკეთებენ ამას, ისთვის რატო. რავი ძმა, ისე ცოტოს იდებენ, რავი არა. უღირთ, ეგ არის თორე, ჰა. არ ვიცი, მოკლედ ესა და ესაა რა, ჩემსკენ არაფერი ახალი არაა. ჩემთვის მუშაობ. შენს მუშაობ, ხო? ხო, რავი ხან სად რა ასე. აბა, გარეთ. საო. Jason, ეს უკვე თემაა. რა შევძელი ეს არის რა. მე ბიჭო უფროს მას ამას უმალავდი. ნახე რა სილამაზე არის. არა ძალიან მაგარი არის, მომწონს ყველაფერი, მომწონს. მეზობლები არ არიან, ხო თუ არ გაგიცნია ჯერ. მაგრამ მაგათ ეგენი ჩემო მტერმა გაიცნო. დაახლოებით ერთი კვირა რაც მოჩი ამ სახლის რემონტსა ყველაფერს, რავი, ჯერჯერობით ვერ მოვიცალე მაგათოს, მაგრამ გავიცნო ფოდის ხალხს. ალბათ კითხვა გაქვს რატომ ჩამოვედი საფრანგეთში, ხო? რა ვიფიქრე დაისვენებდათ ხო, მაგრამ აბა გისმენ. იცი ჩვენს ქვეყანაში ხო ცოტა ცხოვრება გართულდა, ასე ვთქვათ და ხვდები რა. ჩამოვედი აქ დასასვენებლად და უბრალოდ სახლი არა მაქვს, არც ფული არა მაქვს, ხვდები და შენთან რო დავრჩე რამდენიმე დღე და მე ისევ გავფრინდები რა. აბა ეს სახლი ვისია? ხო, მაგრამ მაინც რა, ხვდები, მერიდებოდა მოსვლა, მაგრამ მაინც მოვედი ხვდები რა. შენ სახლიც აქვს, ფულიც აქვს და სამუშაოდ ეხნება ძალიან მალე. დამჯერ. ხოლმე ისეთი უჟმური უფროსი მყავს. ცოტა ფულსაც მიხდის რა. წემოთ? არა, უცემოთ კაცო. დაგვიჭერე. არ გვინდა კაცო. ვინ არ დაუჭერიათ მე რა ამას. მე ისო შენა შეცვლილ ხარ რა, როგორც ბავშვობაში ისე იწევდი ხოლმე ვიღაცეების ცემისკენ. ვინ საცემია უნდა იცემო, შემოჯერისო, მასე არ არის ახლა. აი.
მაშინ მე დავისვენებ. მანახე აბა მედი, ოთახი მედი. საით არის. ზევითაა ხო მეორე სართულზე. ხო, თამო. მოდი აქ შემოდი. ხო. და აქ იყავ რა. აივანიცა გაქვენიერი ხედი. ას. ოჩახ მე ის მომწონხარ. ესე არქიტექტურად ყოველთვის ვარგოდი. ხო, რა ვიცი. ჩემი დახაზული არის ამ სახის პროექტი რო იცოდე. პროფესია აი აგირჩევია. ბავშვობაში სულ მაგისკენ იწევდი. არქიტექტურაო. გამომდის რა ხაზვა მაინც ასე თუ ისე. კარგი, მაშინ დავისვენებ მე აზი და საღამოს მედი შეგვდები რა. მედი ქვემოთ მოთავარ რა და ის მედი. გამარჯობა. გამომარჯოს. როგორ გიკითხოთ? კარგად რა ვიცი, თავად? არა მიშავს. მოკლედ კი მისნობ მეგობარო. უბრალოდ ამიგო. კი მისნობ ხარო, ტყუილად არ დაგიბარებდი. არა? ისმენ რა ხდება? მოკლედ შენთან საქმე მაქვს, თანაც მნიშვნელოვანი. ისმენ რა ვიცი, რა ორ გისმენ. მოკლედ საქმე ეხება ერთ პიროვნებას. სახელად ჯეისონ მაგნილი. ეგრეთ წოდებული ტურა. კი ბოდომ. ალბათ ხსმენია ნიუსებში თუ რა ხდება საფრანგეთში. კერძოდ ქალაქ კლერმონში, ანუ აქ. რა ხდები რა ლაპარაკობ? კი, ძალიან კარგად. ვიღაც ადამიანი დადის და სნაიპერით ხალხს ხოცავს, თანაც ფულის სანაცვლოდ. ეჭვი მაქვს რომ ვიქტორ რეზნოვია ჩართული ამ საკითხში. ჩემი ძველი პარტნიორი, რომელიც უკვე ეხა ჩემი მტერი არის, ხვდები? მოკლედ ვიქტორ რეზნოვი უნდა გავარკვიოთ სად არის. ოღონდ ვიქტორ რეზნოვს სანამ გავარკვიოთ, მაქამდე მინდა გავარკვიოთ თუ ეს ჯეისონ მაგნილი ვინ არის, სად არის, საცხოვრობს და როგორ არის. ასევე ჩემიანისგან ვიცი რომ მას ყავს ძმა, სახელად მეისონ მაგნილი. მოკლედ დიახ, ძმა. მოკლედ ამიგო უნდა გამირკვიო ეს მეისონი და ჯეისონი. სად არიან, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ. კი, აუცილებლად მაგაზე მარტივი რა არის. და ჩერეს მაქედან გავარკვევთ რეზნოვსაც. კი ბატონო, ალბათ ხა იკითხავ თუ რა შემჭირდება ეს ყველაფერი. ხო? კი. შემოც საინტერესოა და გისმენ? რევანში, რომელიც 15 წლის წინ უნდა დამემთავრებინა, მაგრამ საბოლოოდ შანსი ეხლა მომეცა. მოკლედ იცი მე ხვდე საუბარი საერთოდ მიყავს. გავაზადებ ჩემ ხალხსაც გაგირკვევს სად არიან ისინი. შევხმიანდეთ. კარგი, მაშინ ერთს გეტყვი. სისულელე არ ჩაიდინო, გესმის? არც შენ და არც შენმა ხალხმა. ბოლო მომენტში რო არ დაზადნოთ. ჩემთან ბრძოლა წაგებული თამაშია. გესოდინება შენ. მექსიკური კარტელი არასდროს დაეცემა. იცი შენ ეს? მათო. თუ არაფერი გაგსათქმელი წავალ მაშინ. კარგი ამიგო, სეკერა. მიხედე საქმეს. კარგად იყავ.